ბროები მოგესალმებით, ეს არის ჩვენი ახალი ეპიზოდი სახელად თამაშობანა, სადაც ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. დღეს ერთად ვიქნებით მე და კოსტა და მოწინააღმდეგე გუნდში არის მიშა და ჩვენი სტუმარი ელენე, რომელიც სხვადასხვა პირველი გოგო ხარ? ძალიან დიდი. თქვი პირდაპირ, TikTok-ი არ არის, შეგიძლია პირდაპირ ქათების გარეშე მიდი. ძალიან დიდი მადლობა. კაი, ხო. პირდაპირ ვიწყებს თამაშს, იქნება 6 რაუნდი და ყველა რაუნდი განსხვავდება ერთმანეთისგან. თამაშები იქნება, ამას გავიგებთ და მოდით დავიწყოთ პირველი რაუნდით უკვე და სხვათაშორის ძალიან სახალისო თამაში მოგვიზანდა პროდიუსერმა საბამ, რომელიც ბევრს მოეწონა წინა ეპიზოდში. და ბევრს არა. ჩვენს გაგდა ყველას მოეწონა წინა ეპიზოდში. ყველა მიწერდა კომენტარებში, რომ ისო რატო აბულინგებო საბოქს. თუმე მე ვაბულინგებ ყველა ადამიანს. მოკლედ, პირველი რაუნდის წესები არის შემდეგნაირი. ერთი მონაწილე ადგება, გამოვა, დადგება შუაში და თანაგუნდელმა უნდა უხსნას რაღაც ქმედება რა და ეს ქმედება უნდა გაიმეოროს მისმა თანაგუნდელმა. ხა ძალიან ცუდად ხსნე. ანუ მისი თამაში დავიწყოთ და მიხვდებით. მოკლედ ერთი კარნახობს, მეორემ რა უნდა გააკეთოს. ხო, ერთი კარნახობს, მეორემ რა უნდა გააკეთოს და ის მეორემ უნდა გამოიცნოს რა ქმედება არის რა. და წარწერებს არ გავუშვებთ. წინა ეპიზოდში დავაწერეთ რა ქმედებები იყო, რა ფილმები იყო, ეხლა არ დავაწერთ. რომ მაყურებელმაც ითამაშოს რა და ბოლოს გაიგებს მაყურებელი რა იყო. ხელები უკან გააკეთე და მიეყუდე, იცი რატო? რომ შემთხვევებით არ გამოიყენო რამე ხელი. ხელს ვერ გამოვიდა. ვერა, სიტყვით უხსნე ყველა. მარტო სიტყვით. მარტო სიტყვით. ამ რაუნდში თითო მონაწილეს ექნება 45 წამი. ხელით გადააგდე რაღაცა. ეხლა ჩაიკუზე და ყურებზე მოიკიდე ხელი. გრანატას ვისფრი? აი, ოღონდ ქართულად რა ქვია მაგას? ყუმბა. შენ ხო ქართულში იმი? იყოს გრანატა, გამნიშნულობა. რა იყო? წიან დადება იყო ყუმბარის როლა? კი. მარტივად ახსნა ჩემ. აჩა. აბა ნახოთ რა მომივიდა. ეს რა არის ბიჭო? თქვენ ამასობაში არქი გამოიწერეთ თუ ჩვენი ახალი პროექტები და თამაშები მოგწონთ და კოსტა? არ ვიცი. თოჯინების თეატრში თოჯინაგოა ეგრე უგზნობ თავს. 1 2 3 ჩაიკუზე დროზე ბოლომდე ჩაიკუზე, კაი, ხელები წინ გაწიე. ცოტა გადმოატრიალე ხელები ასე. ეგრე ცოტა ესე შეკუმშე ცოტათი. შეკუმშე ხელები. შეკუმშე, ხო, ეგ არის და ეხა ზემოთ აწიე, ჩაწიე. ეგ ძალიან ზემოთ წევ. რაღაც თითქოს რაღაცას უჭერ. რაღაც ცხოველს უკეთებ რაღაცას. და მე მაგის ძალევა შეგიძლია. წველიც გოხას. ესე არა შეჩემა, ესე წოდა ვერ გითხარი ეხა. თავიდან მიხვდი რა. კარგი იყო. კარგად არის. შენ ამასობაში უთხარი ჩვენს გამომწერებს რა უნდა გააკეთო? პროების გამომწერები თუ არ ხართ, აუცილებლად დააჭირეთ subscribe-ს, ზარის ღილაკს და მოიწონოთ ეს ვიდეო. ვითომ ბოთლი გიჭირავს, დაიჭირე ბოთლი. პატარა ბოთლი ერთი ხელით. და მეორე ხელით რაღაცა შიგნით ჩადე და ამოიღე. ჩადე, ამოიღე. და მე პირთან მიიტანე. რაც და ჩაუბერე მაგას. რაც ამოიტანე იმ ბოთლიდან, მაგას ჩაუბერე. არა, ხო. და ისევ. ის რა არის? ბუშტების გამერვა. ხო. კი, ეგ არის. ხო, საპნის ბუშტები. ბუშტები. კარგი ძალიან. აიღო სტუდიო. პირთან მიიტანე ჩაუბერე. აუ რატომ გონია რომ წავაგებთ ეხა რაღაც გული მიგზნობს. სამ კოსტა ამიხსნის გეტყვით რომ ამ თამაშების ბოლოს დამარცხებული გუნდი მიირთმევს მატალი გვაქვს ხო მე მგონი ეხა. წინათ კალია იყო ეხა მატლია. პუტკუნა მატლია რაღაცა იყო. ხო, პუტკუნა მატლია. 1 2 მიდი. ოდნავ წინ დაიხარეს ოდნავ. არა, ბევრია, ცოტა ეგრე. ეხა მისი წინ გიზის ვიღაც და მისი თმა აიღე ხელში. ცალხელში, მეორე ხელში რაღაცა გიჭირავს. ჩამოვარცხნე ის თმა. ხო და მეორე ხელში რაღაცა გიჭირავს და ჩამოვარცხნის მერე უნდა გაუკეთო. გოგოსთვის იმის შეკვრა რა. არა. რო ჩამოვარცხნე, ერთხელ რო ჩამოუსვამ, არ უნდა დავარცხნა პრიჩოსკის დაყენება. მეორე ხელში რაც გიჭირავს იმით რაღაცა უნდა გაუკეთო მართლაც. ჩამოვარცხნე. მას უნდა გაუკეთო რაღაცა. ანუ მეორე ხელში რაც გიჭირავს, არის როგორი რაღაც იცი მეტალისაა და ორი ისაა, რა ქვია, თავი. იკეცება, იშლება. ხელში რაც გიჭირავს, ის იკეცება, იშლება. თმაზე იკეცება, იშლება. ხო, მაქვე მომჭი. დრო. მოიჭა. მას ჭრი. ბიჭო. აი მეტალის რაღაცაა და ორი თავი აქვს. გაუკეთო რანაირად არის? რაღაცა გაუკეთო, თმა მოჭრა. ეხა არ მითხარ თუნდა დაგიხსენიო, ძალიან კარგად დაგიხსენი. მეტალის რაღაცა აქვს თქო და თქვენ მიხვდით? მე რაღაც ესე წავედი. ანუ ვერც ერთი სამიდან ვერც ერთი ვერ მიხვდით. კაი ახსნა რანაირად არის? კაი, მოდი გადავედით შემდეგ რაუნდში. ამ რაუნდში ორივე გუნდს გვაქვს ფილმები და სერიალები, რომლებიც მეწყვილეს უნდა აუხსნათ
ChatGPT-ს აქვს დაწერილი ამ ფილმების ვრცელი ახსნა და რაც არის თამაშის მუღამი არის ის, რომ ერთი ამოსუნთქვით, სადამდეც მოვაწყებთ, უნდა წავიკითხოთ ChatGPT-ს დაწერილი ახსნა და მეწყვილემ უნდა გამოიცნოს. ხო, ანუ მეორე ჩასუნთქვის უფლება არ გაქვს. ხო. ვინ დაიწყებს? მოცურავე ვარ ყოფილი, ამიტომ მეც. ჯერა. მზად ხარ? კი, მზად ვარ. ეს არის ისტორია პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც ერთი ბიჭი უცნაური გზით ქრება და მისი მეგობრები ცდილობენ იპოვენ და თან ხდებიან უცნაურ გოგოს ახალ შეჭრილ თმით, რომელსაც აქვს ძალები და ამბობს მხოლოდ ნომერს ამ დროს. თუ რაღაც Stranger Things. გამოიცნა. 11. მაგრამ დედას ვუტირებდი ამ ტექსტს. ხო, იმინემი გახდა წამებში. კოსტა მედი გამოვხსნა. აი, მოდი. ეს არის ბნელი ნეონუარული აი, თავიდან დავიწყე. ნეონუარულის დედას შეცი. ანუ, კაი, თავიდან დავიწყე ერთი სიტყვა ვთქვი წესია, რას ვიზამთ? თანაგუნდელები ვართ, მაგრამ ეხლა უსამართლობას ვერ ვიტანთ ცხოვრება შემის მიუხედავად, რომ წინა თამაშები უსამართლოდ მოვიგეთ მე და საბა. მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. თქვენ ამასობაში არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ თუ სამართლიანი ადამიანი ხართ, თუ უსამართლო ხართ, ზარისგილაგი გაიგეთ. ეს არის ნეონუარული თრილერი. ამას გავუმეორებ, რა მოხდა ეხლა. ეს თქვი მარტო. ანუ როგორ უნდა მიხვდა შანსი არა უჯა. არა, გამორიცხული. მაგითი ვერ მიხვდება, მაგრამ ერთი სიტყვაც რო დავცლო და მიხვდებოდი. ნეო რა? ნეონუარული თრილერი. რას ნიშნავს ნეო რაღაცასწრელი? ბიჭო, მაშინ ახსნა გამომივა ფილმის. ერთი მინიშნა ჰორორი არის? არ შეიძლება. კაი ვიტყვი. Weapon. არა. შეაიო. 7. მალევე ეწერა სიტყვა მომაკვდინებელი ცოდვების მიხედვით კლაუსო და უეჭველი გამოიცნობდი. კითხვა ისო. ნეონუარულზე დამება ენა, ღმერთო. იმედია ეგეთ რაღაცები არ შემო. აუ, რა მარტივი იყო არა და რა უნდა. უეჭველი გამოიცნობდი. What's in the box? კაი რა. ეს არის ისტორია გოგოზე, რომელიც ცდილობს ჰოლივუდში თავისი ადგილი იპოვოს და ბიჭზე, რომელმაც უნდა რომ უშუალო ჯაზს და თავისი საკუთარი ბარი გახსნას. ისინი შემთხვევით ხდებიან ერთმანეთს საათსოფში, მერე აუზთან მე ეგ არის. უსახეს გვათლიანი მენა მესროლ ტელეფონი. ეხა ხალხი იტყვის რომ გოგო მოიყვანეს თუნა და პატივისცეს და აგებინებენო და რა თქმა უნდა. აი, გიო, უნდა წამიკითხო. აუ კოსტა. აი, რთულია რა მე? აი, სანამ ისა ახსნი. ჩვენ მსგავს თამაშებს სულ გუნდის ვარქმევ სახელებს რა. თქვენი გუნდის სახელი რა არის? კებურია იყოს. კებურია იყოს. აი, ჩვენ ვიქნებით სუქნები მაშინ, ასე ვერქმევ. კაი. თავია სიტყვა არ შემეშალოს. ეს არის ისტორია სამყაროზე, სადაც მთელი კაცობრიობა გადაშენების გვარზია, იმიტომ რომ უცნაური უსმენო კიდურებიანი მონსტრები ყოველ უმცირეს ხმაზეც კი ჩნდებიან და ყველას ანადგურებენ. ამიტომ ერთ ოჯახს უწევს აბსოლუტურ სიჩუმეში ყოფნა, ცხოვრება, ხელებით ლაპარაკი, სართულზე ხალიჩების სიარული და ბავშვის დაბადების კი ხმას გარეშე, მაგრამ Quiet place. კაიხანია ვიცი, პროსტ წაიკითხა ბაი. რა არის? Quiet place. ბოდიში, quiet place. ნახე უეჭველი. ძალიან მოგიწონება, კარგი ფილმი ვისაც პირველი და მეორე ნახე, მესამე არის. მესამე რაუნდში თითოეული ადგება, დახატავს ის, რაც კონვერტში იქნება მოცემული, ეს იქნება ქმედება, ანუ ფილმი კი არა, ქმედება იქნება, რაღაც ქმედება უნდა გამოიცნო და 45 წამი არის დრო. როცა დახატავთ, ხმა რა მოიგოთ? უბრალოდ დახატეთ მინიშნებების გარეშე. ნიუთი შეიძლება, ბოდი შემეშალა. შეიძლება ნიუთი იყოს, შეიძლება ქმედება იყოს. მითითება შემილია, ვთქვა თუ დახატვით. კარგად ხატავ? არა. ჰარი პოტერი? სათვალე? სათვალე? სათვალე სახეზე? ფილმი? ქმედება არის თუ რა? ბიჭო, მე მგონი უნდა ჩაუთვალოთ. ცალ-ცალკე თქვა და უნდა ჩაუთვალოთ. არ ჩაუთვალოთ, ისედაც იგებენ, კაცო, მოიწაით. ჩაუთვალოთ. ბიჭო, უყურე ხა. სიტყვა იყო ჰარი პოტერის სათვალე. ჰარი პოტერი თქვი, სათვალე თქვი, რატო უნდა ჩაითვალოს? ხო, რავი. ხო, ანუ ნუ გავიგე, ხა ეგრე ბრუნვაში ვერ იტყვის, მაგრამ ანუ ჰარი პოტერის სიტყვა ათქმევინა, სათვალე ათქმევინა და ანუ სწორია მგონია რა. უეჭველი ერთი ქულა. ხო, რას ფიქრობ, ეგრე უნდა იყოს შემე. ჩვენ ჩაუთვალოთ, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტეს. ბიჭო, ეგრე ძალიან რთული არის, ეგრე, ანუ რაღაც ბრუნვაში თქმა ძალიან რთული არის. შავი ხვრელი. იზი. ეს კარგი იყო რა. ვაღიაროთ რომ კარგი იყო. მანქანა. აუ, გვერდო. აკვერც. აიმე.
თონის პური. არა. ხმას დუიგე ბიჭო. არ ვიცი. ვიტი რომ მეცა? უფრო ეს სუფრა. ის რა არის? სამზომი რამდენი? კეიფი. საჭმელი. პური. შოთი. ყუა. ჭიპი. რა არის ეს? მე მეგონა რომ მარტივი იქნებოდა. სო გავიდა სამზომი. აჭარული ხაჭაპური იყო. ერთი ხაზი და ერთი წვენა გიყოლა. ბიჭო, ცოტა მეტი ის გჭირდებოდა რა. ეგრე? ხო, რაღაცა. უი. კაი, პირველი წაგებ, არა უშავს. არა უშავს. რა ბიჭო? ამის დახატვა შეუძლებელია. აი, არა, შეიძლება ძალიან მარტივად. 3 2 1 აუ რა ჯანდაბა ადამიანი მზე მარსზე ადამიანი მთვარეზე იწვის რუჯის მიღება. არა, რუჯის მიღება. აი ხა იდი ნახუი. რა. ზის დამწრობა იყო, ხო, რუჯის მიღება. იგივეა? პროდიუსერის სიტყვა არ არის კანონი. ეს დაჩა დუბილის უფლებას გამოვიდა. ეს დაჩაგრულა რატო დაის? მოკლედ გადავიდით მეოთხე რაუნდში და აქ უკვე არის ძალიან მარტივი თამაში, რაც ალბათ მეგობრებს ყოველთვის გითამაშიათ. ერთ უკეთია კურსასმენები, არის საშინელება ჩართული და სიტყვას ეუბნება ელენე და უნდა გამოიცნოს პატივცემულმა მიშამ. და ხო, თუ მოგწონთ ჩვენი ეს ახალი ფორმატი, თამაშობანა არხი გამოიწერეთ, ძალიან გაგვახარებთ. ელენე მზად ხარ? ამ რაუნდში გაქვთ 30 წამი. ოპერაცია. ომი? უფრო ხმამა გულხარ. ოპერაცია არ გამიკეთებია. ბურბუშელა? ოპერაცია არ გამიკეთებია. უფლის ციხე? ფრაზა არის? ვავა. მიდი გაგზელე. ოპერაცია. ვერ ხვდები. ოპერაცია. უფლის გამეთუშენი აქვს უბრალოდ ძალიან დიდი. ოპერაცია. უდაბნო? მორჩა. всё, მორჩა. 30 წამი. რას ლაპარაკობდი? ოპერაცია არ გამიკეთებია, იყო? აუ, არ წავაგო. ზართულია. მიდი. მიდი. ნაპოლეონ ბონაპარტე. რა? ნაპოლეონ ბონაპარტე. ნაპოლეონ ბონაპარტე. ნაპოლეონ ბონაპარტე. ნამცხვარი? ნაპოლეონ ბონაპარტე. ბონაპარტე. ნაპოლეონ ბონაპარტე. ხო, ხნახარ, სამო. მოსკოვის დაწვა. იმპოსტერი. ბორდელი. იმპოსტერი. ეგარი? რასე მარტივად როგორ გამოიცნო ბიჭო? ნაის. ვაუ, ოჩახ. მართლა მაგარი ხარ ამ თამაში. ანუ იმენა საუგესო არის. მეგობრებო, ამასობაში არხს თუ გამოწერთ ძალიან გამახარებთ. 1 2 მიდი. კვანტური ფიზიკა. კვანტური. ჯვართ კვანტური. ქართული. ახლოს ხარ. კვანტური. ოვალური. ხელები. კვანტური. ხვალ. კვანტური. მოვიგეთ. კვანტური ფიზიკა. ანაირად. აუჩი. რა კვანტური ფიზიკა ვინ მოიმას მოვკლავ? თურმე რატო ყოფილა გოგოს მოწვევა ცუდი? ყოველი რაუნდის მერე? მოკლედ ამ რაუნდში ჩვენ თამაშობთ აი ძველებური ნამიოკობანა რაც არის რა. მოგვივა რაღაც ერთი სიტყვა, მე მაგალითად მომივიდა რაღაც სიტყვა და კოსტას უნდა უთხრა მხოლოდ ერთი სიტყვა რომ გამოიცნოს რაზეა საუბარი. მაგრამ თუ კოსტამ ვერ გამოიცნო, უყურე, თქვენზე გადმოდის რაუნდი და ერთი სიტყვის დამატების საშუალება გაქვთ. ანუ ეხლა შენ რო ელენე ეტყვი რაღაც სიტყვას მიშას, თუ ვერ გამოიცნო მიშამ, მე ვნახავ შენ სიტყვას და მე ვეტყვი კოსტას და კოსტამ უნდა გამოიცნოს. ამ რაუნდში იქნება ჯენზი სიტყვები. ჩვენ ხო არც ერთი არ ვართ ჯენზი აქ, ვინც ვართ, გარდა ელენე და პროდიუსერი ვყავ ჯენზი რა და ჩვენ რაღაც 30 წლის ადამიანები ვართ, მილენიალები, რაღაც ჯენზი სიტყვები არ ვიცით, მართლა არ ვიცით არაფერი და გადაობა იქნება უფრო, ხვდები ეგ ნაწილი რა. როგორ გამოვიცდა ბაში? დავიწყოთ, რა თქვი? წარმოსახვითი. ჰა? დე? წარმოსახვითი. აუ, ეგ თუ ვერ მიხვდი, ახლა თან გადაგიტარება ინგლისურად. მოიცა ჯენზი სიტყვა არის, ხო? ჯენზი სიტყვა უნდა იყოს და წარმოსახვითი. აი, მე ვიცი რომ მიხვდით. მე ვერ მივხვდი. მეც ვერ მივხვდი დალაიქეთ. მაგრამ მე ვიცი მარტო 2 სიტყვა. მე 2 ვიცი. იქნება ერთი. მე რომელიმე Slay.
ზო, მომეცი. არ არის ხო? წარმოსახვავე აზრი არ აქვს, კოსტა, არ გეცოდინება. წარმოსახვითი ილუზიები. არ იცოდინება, დარწმუნებული ვარ. და ჯენზი სლენგია? კი. მე ეს სლენგი ვიცი. მე ეს არ გამიგია ცხოვრებაში. რა? მართლა არ გამიგია. რა ვერ სისულელე. გამოვიცნობ, არ ვიცოდი ეს. აი ფორმულა 1-ის მაყურებელი რა იყოს, კიდე რაღაცით მივახვედრე. არ მჯერო. აი აზრი არ აქვს რა, მართლა პირდაპირ თქვა, აზრი არ აი, აქვს. აზრი არ ჩვენ აქვს. რაუნდზე გადავიდეთ, სიტყვა იყო დელულუ. არ გაგიათ? მე არა. რა ბიჭო? დელულუ. Delusional. ხშირად იყენებ ამ სიტყვას? ანუ ალბათ დღეში 20 ჯერ მაინც ვიყენებ. დელულუს იყენებ 20 ჯერ? კაი, რამდენ სიტყვას ამბობ და ამდენ სიტყვაში 20 ჯერ მაინც ვჭირდება. დელულუ. კოსტაი ხელსაუბრად რო არის ეგ სიტყვა. გიტო. აუ ეს კაია. ქმედების გაკეთება არ შეიძლება ხელი. კაცური. მასკულინური. ბიჭო, ჯენზი სიტყვა არის მასკულინური. არის ჯენზი გასიყენებს. იცი ეს? აი, boy. ჯენზი სიტყვა. ხო. Yes! ვიცი. რამდენი მაინც არ გეტ- გარიში? 6 7. აუ სიგმა ბოიკაი იყო რა. ძალიან კაი იყო, აი ძალიან კაი იყო. არც ვიცი როგორ ახლა, კაი, პიცა. პიცა? კოსტას მიეცის? ომე ის მაგის გამოცნობი არა არის. ცა? მოიცა. რა, ანუ შუაშია? შუაშია? არაფერს შუაში არა. აუ ძალიან დიდ ბოში დავფიქრე. ჯენზი ალფაბეტში ჩაიხედე და ნახე. ესაც ზოგადად. ეს თაობა რა სიტყვებს იყენებს? აბა, მე მეჭვება ვიცოდი. შენ იცი? ვიცი, მაგრამ მნიშვნელობა არ ვიცი. Left no crumb, eat it and left no crumb. აი, პიცა ხო გახსოვს? ვიცის ეს. ხო. დაკერვა. დაკერვა პიცა. უყურე მე ზოგადად ჯენზის სიტყვები ვიცი, გეტყვი რა. Slay period period როგორც ამბობთ. ეგ ჯენზი არის? არ არის. პერიოდ ჯენზი რატომ არის? ეგ პროსტა ინგლისურიდან აქვს დათარგმნი. არ ვიცი. აი, რაც იცი თქვი. პიცა და დაკერვა. რაღაცა თქვი. მე რაღაც მოვიფიქრე. აი, ჯერ დაკერვა, მერე არა, მართლა პიცა. აზია რა არ ვიცი იმენა. всё არის. აი, შენ გამოიფიქრე. შენ არ შეგეცლება ქულა. Date? არა. აი, რიზ. რიზ რას ნიშნავს? ბიჭო პიცა რა თქვი? ანუ პიზას მოჩ. პიზა, ანუ რო გავს იმა. რიზი, აუ ცოტა სხვანაირად შეიძლება ახსნა მგონია რა. ამან რა დაკერვა კარგი იყო, პროსტა პიცა მაგრა დამაბნია. ნუ კაი, ჩვენ რიზი არ გვაქვს აქ არავის, ამიტომაც გვეპატიება. მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. აი ეს რაუნდი არ მიხსენოთ, მეტი არ მინდა. კაი, მოდი აგიხსნა ჭყე. ჩემს ახსნა არ გეცოდინება. აზზე არ ხარ ხო რა არის? მე მგონია რა შენ ფორმულა 1-ის ყურება უნდა დაიწყო. მან ბევრი ჯენზი და რაღაცა სიტყვებს იყენებენ ჩვენი მრბოლელი. ტუალეტი. ეს ხა არ ითვლება შეჩი. რა პირდაპირ მითხარი ეს აპოიმი. არ ვიცი როგორ თქვა სხვანაირად. ქიბითი თოილეთ არის, მაგრამ აი ეს არ არ ითვლება. ვიცი სხვანაირად როგორ თქვა და რავი. საფიქრო ჩეჩმა შემეძლო მეთქვა მაქსიმუმ. არ გვინდა. კაი, მოდი 6-7 მორჩა, ხო? ეგ სიტყვა შეიტანეს ოქსფორდის ლექსიკონში. რა? ქიბითი თოილეთი? შეიტანეს ოქსფორდის ლექსიკონში. და რას ნიშნავს? რავი, შეგიძლია როგორც კარგი სიტყვა გამოიყენო, ისე ცუდი. და გას ნიშნავს? და რას ნიშნავს? ანუ მაგას cool ან bad, რავი. როგორც ყველა ჯენზის სიტყვა არაფერს არ ნიშნავს. ვაფშე არაფერს არ ნიშნავს. ანუ შეგიძლია ადამიანში. რატო გვავიწროვებთ აი, ჯენზის? ბიჭო, არა, ჩვენი უფრო ისეთ სიტყვები გქონდა ხო არ გადა გასაგები. აი, დედის ტრაკი, მაგრამ ყველაფერი გასაგები. ნამდვილია. იწყება ბოლო რაუნდი და მოწინააღმდეგე გულს როგორც ხედავთ, ხელი აქვს აფარებული რაღაცაზე და რატო არის ახლა ეს აფარებული და რა ხდება? სანამ წესებს გეტყვით, არხი გამოიწერეთ. კაი თამაშები არის და თამაშობანას თამაშები თუ მოგწონთ, დაგვიწერეთ კომენტარებში. შემდეგი სტუმარი ვინ გიდათ იყოს, ახლა შეეხება წესებს. ჩვენ თამაშობთ იმპოსტერის თამაშს, ზოგონთ საჭმელი სასმელის თემაში. ჩვენ გუნდს მე და კოსტას გვაქვს წყალი და არაკი. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით რომელია მე და კოსტამ, ერთდროულად დავლებთ და მეტოქე გუნდმა უნდა გამოიცნოს რომელმა დალია წყალი, რომელმა დალია არაკი. რთული თამაშია, მოდი პირდაპირ ვიტყვი. რაც შეეხება, თქვენ რა თქვა? ქებურიას გუნდში უდევთ ყველი, მაგრამ ერთ ყველს აქვს ჩვენი უცხარესი დაბომბის соуსი ქვემოდან წასმული რა. და ხელს მაგიტო აფარებენ. იდეაში მაინც მეეჭობა ჩანდეს რამე. ორივე მიირთმევს ამ ცხარე соуს და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ მე და კოსტამ რომელი რაჭამა. აქ შეიძლება სხვადასხვა ტაქტიკები წავიდეს, მაგალითად დაფეიქება, ბლეფი, ორმაგი ბლეფი, ათმაგი ბლეფი. ანუ კაზინო როიალი რა ყველაფერი.
მარტივი ნამდვილად არ იქნება რა. ჩვენც მე და კოსტასაც უკვე რაღაც გეგმა გვაქვს, მოვილაპარაკეთ კადრს მიღმა, ნახოთ რა გამოგვივა. მოდი, გინდა ის ინტერესი შევძინოთ ბოლო რაუნდს? ორი ქულა? ხო. ბევრმა დაგვიწერა წინა თამაშებში რჩევებში, რომ პირველი ხელს ნუ უშლით ერთმანეთს და ვითვალისწინებთ, არავის არ უშლი ხელს. მეორე პლუს 2 ქულა იყოსო ბოლო რაუნდიო და ბოლო რაუნდი პლუს 2 ქულა იქნება და კიდევ იყო რაღაც რჩევები და მაგასაც ვითვალისწინებთ. კოს დავიწყოთ? ამჭიქით კოსტა. არ ვიცი რა არის. ამჭიქით ჩვენს ბროებს გაუმარჯოს. ხო. და ერთი ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას დავლოცავ. ხო. აი გააჩნია. შეიძლება მე ვილოცავ. აზია რომ ამდენ ხანში დავლიოთ 3 დათვლამდე? ხო, 3, 2, 1. მაგრამ ეცინება. აუცანინდ. მიდი იმჟელეთ. ჩართე დედუქცია. აქ დიდად დედუქციის ჩართვას აზრი აქვს თუ არა? ბევრი დეტალია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, მე თუ გითხავ. მაყურებელმა არის ის ჯერჯერობით, ვინ არის და მე გიომგონი. მის გიმგონია. რომელი? რას კი რომელი? გიორგია. კოსტა და გიო. მე რას დავაკვირდი, იცი? მე მგონია კოსტა, იმიტომ რომ დალია. თბილი არა კი რატო გაქო? პროსტა მაინტერესებს. ძალიან რთულია, მაგრამ მაგრამ მგონია. ო, აი გამისუმა შეჭდეთ. ერთი რაღაცა დეტალი გაიპარა ამ ჩვენს რაუნდში. თუ მაგას დავაფიქსირებთ. შენ ნუ ეხლა არა, პროსტა შევას გადა. ანუ შეიძლება ორივეს არაყია? არა. ანუ ერთ დეტალი შეესტომა გაგვეპარა ამ წამს, რაც მე დავაფიქსირე ამ წამს. პროსტა აი ეგ თუ დააფიქსირეთ თქვენ შეიძლება. ბოლომდე არ და რა დალეული თუ რა არა? არ ვიცი, მე თუ შეუნდა მიხვდე ხო რა. მე მგონია კოსტა, იმიტომ რომ დალია აი პირველის ქონდა აი ეს რა აბროდკასობით. აი ესეთი. მაგრამ ეგ შეიძლება დაფეიქებული. fake news იყო უეჭველი ხო, მაგრამ მაგრამ ჭიქას რო დავაკვირდეთ, არაყი როგორია, აი ფიზიკაში კარგი ხარ თუ არა? არა. შენ სამედიცინო ძღავს სწავლობ და რაღაცები ხო იცი? 7 წელია სამედიცინოზე ხარ. ხო და სპირტს რა, როგორი ის აქვს? ის უფრო წყალია რა. ანუ ალკოჰოლი არის შინეზით მძიმე არის, ანუ არა, პირიქით უფრო ხო, მძიმეა და იმაზე დარჩება. აკრას მძიმე რჩება რომ იცოდეთ ის. არ დარჩებოდა მძიმე პირიქით ჩამოვიდო და ნახე ის სულსუფთავა. მეგობრებო, არ ვიცი თქვენ რომელი ფიზიკა ისწავლეთ, მაგრამ გრავიტაცია ექნაიგად მოქმედებს ყველა საგანზე. ჩემი აზრით შენ ყველას გარად გვიცნობ და მგონია რომ თუ გამოიცნობ შენ და გამოიცნობ. მოდი ასეთ იდეა შემოგთავაზებთ რა. თქვენ ახლა გასინჯეთ, ჩვენს ვიმჟელებთ და ბოლოს მივიღოთ გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ეხა თქვენ რომ მოიგოთ, მე აზრი არ ექნება ჩვენს რაუნდს. 1 2 ბოლომდე უნდა ჭამოთ. ხო, ბოლომდე უნდა ჭამოთ. თუ ჩამოწიეთ. ჩამოწიეთ. გაიგება. აფეიქებს თუ მართლა ეგ რეაქცია აქვს. ნუ ახლა წამოიღო ხო? ბიჭო მიშა ხო? უეჭველი მიშა. ჯერჯერობით მიშა მგონი ეს ზედმეტ სამაშობს. ზედმეტ თამაშობს. აბა გამომხედე. მიშა, რამდენი წლის ხარ? 27-ის? ელენე. ზე ხوار და გისხა. გვაქვს ზე საერთოდ. არა, გვაქვს. არა, ჯერ ზე არა, ჯერ ზე. არა, ზე კაცო ზე თუ დაუცხი და ისე მე აპონტი. შენ ხო გინდოდა დაბომბე, აი როგორი იყო? ერა ამიბრუსა. ისე გებოზე როგორია დაბომბე? ხო, როგორია? ანუ ცხარია გავიგე, მაგრამ გემოთი არა, კაია. თავიდან გემრი, ანუ აი ეს არის რა, რაღაცნაირად ეგრევე ბომბა და მე ძალიან ცხარდება. აი ბოლოზე ხო, შვება. მაგრამ ანუ გემრიელი ხო? ჩვენი ეპიზოდები ნახია უჩერჩემ. გნანახი შეჩემა გიოვე გონე წეგან. არა, გაიტანა. აია. აი ხა გაიტანა ამ წამს. მიშა არის. მიშა არის, უეჭველი მიშა. 3 2 1 და პასუხი. გიო. მიშა. და იყოს გიო ხო თქვა. ჩვენ ფიქრობთ რომ მიშა. ჩვენ ხი. რა იყო თქვენთან საერთოდ? თქვენი რა იყო ჯერ და ის? წაგით კოსტაი. იტყუებით. არ ვიტყუებით ახლა. შენ ჭამე ხო? ბიჭო, აი. ამას ზედმეტი ითამაშა. ხო, არა, მიშა წავლები დავი. მიშა საუწყლია. კაკას გაუთხარი ელენე გამომხედე მეთქი მაგდას გამომხედა აი ოდნავადაც არ ქონდა წყლიანი თვალები. აი მე მინდოდა რომ კიდე double think გაგიკეთებინათ რა რომ ეს ეგრე არის მსახიობებ და მაშინ.
ანუ ძალიან ისე ის. ხო, მაგრამ გემოზე თქვი თავიდან რომ გემო თავიდან ისეო და მერე წამოიღო გაცხარდაო და ხო, არ იყო ეგეთი დამაჯერა. იმიტომ რომ არ მქონდა გასინჯული ეს და ბომბი. გავიგე, მაგრამ მაგრამ თამაშე. მინდა და შენ ციგნი გაეკეთებინა, ბიჭო. ხო, მაგრამ მე მარტა მაგრამ მეწვის პირი და მეთქი ახლა ვერ ვითამაშე. ან უნდა დავწყნარდე, ან ვერ ვითამაშე მეთქი. ტრადიციად მივხვდი რომ იშა იყო. ბიჭო, როცა დამბობი ნაჭამი გაქვს, გინდა რომ ბევრი არ ილაპარაკო, მინდა ცუდად ხარ. და ეს სულ ჩუმად იყო. და ელენე გულდეს ლაპარაკობდა. სულ როგორ სუნთქავ. არ მეგონა რომ თავიდან მაგიტო დავიწყე რომ ეს უკვე ჭველი ამყვება და თვითონაც ეგრე ისავსავ მე შევი. არ შეთანხმდი წინას და გეგმაზე. კი, მაგრამ მე აი ეგეთი ცხარი რო იქნებოდა მე არ ველოდი. ეს დაბობი სულ სხვანაირი რატომ არის? იცი რა არის? ეხა ჩვენ სამ იმ აწლით რაღაც უბედურებას მივცემთ ტრადიციულებს და მივერთმევენ. აი ყველამ ხო არ ჩავ. არა, შანსი არა. მატლს მოვიტან. აი ეს არის, არ ვიცი ჩანს თუ არა. ხორე? აი ასე გამოიყურება. ელენე, რადგან სტუმარი ხარ? აჰა, this is pure protein 50 ლარი. ფურაქს გავს. შემოხედა. რა მე ხوار დამემართება. მერტო. არ დაგემართება. კუჭნაწლავები. მე შევჭამ. მე ვერ იმას ვიშოვე. მე მაინტერესებს. მე мотиваციას მოგცემ და შევჭამ. მე პირველად შეჭამ, რადგან ჩვენ დავმარცხდით, აჰა. აიდან ბოლოს შევჭამთ. აჰა. მიდი. შეგნი შევიდა. იმადი დაიჭმუჭ. მაგარია ბიჭო. შეთვის მაგარია და ის. ანუ ეხა რომ მითხარ რომ მატლი დავჭამეთ. ძალიან ხრაშუნა. ანუ ლუცთან? ამალს ჭამ რა. სადა დამწვარია ხო? ახლა გიგზანი. დამწვარია სადა. ქათმის ფეხის გემო აქვს. ხო. ზუსტად ქათმის ფეხის გემო აქვს ბიჭო. ძალიან იმენა ერთ-ერთი გაარტყე. საგო, აი ზუსტად ეგ გემო. ერთ-ერთი. როგორი ქათმის- ასოციაციებში მაგარი ხარ. ხო, ქათმის ფეხი, რომელიც აი დაიწვა, ხო, ქვედა ნაწილი, ხვდები? ხო, აი პატარა რაღაცა. პატარა დამწვარი ნაწილები რო არის, რომ რასაც ავჭამ ზოგადად. ნა, ცუდი არა. ლუთან მაგარი თემაა. მე ეს უფრო გამისწორდა ვიდრე კალია. ეს ძალიან კაია, ბიჭო. რამე არ გადმოიტანოს, რამე რა უნდა ვირუსი არ ქონდეს. აუ იმართლა. ხო, შეიძლება გამუნად გადაიქცე. თქვენ ამასობა ჩვენი ახლის გამოწერა და გავიწეთ, მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ ეს ახალი თამაში თამაშობა და თუ რაღაც თამაში დიდი აგიქნებათაც გინდათ რომ რაუნდში დაემატოს, გითხარით, ჩვენ შემოგთავაზებთ ახალ იდეებს, თამაშებს, სტუმრებს და წინ წავალთ და გავფრინდებით. მთავარია წონაში. ფათაშოვის როგორი კამბექის კაცი ხარ? წინაზეც დააკამბექე. ეხლაც დავაკამბექეთ. Manchester United. იმენა სოლსკაიერის. Ferguson. Ferguson-ის ეგენი საკამბექებდნენ, რა გინდა? კაი დაიგინე. გამოიწერეთ ბროების არხი, იმიტომ რომ ძალიან კარგი იდეები აქვთ, რომ მე რაღაც ერთად დრო გავხვალთ ითამაშოთ ხოლმე. მადლობა.